სადგურის მოედანზე აბას თუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ არის დაღუპული ერთი მოქალაქე კი არის გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ინფორმაციას ადასტურებს ქალაქ თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა აქ დედაქალაქის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. აქ ასევე იმყოფებიან წარმომადგენლები სხვა სტრუქტურიდან, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, ასევე შინაგანსაქმეთა მინისტრი გელა გელაძე მოვიდა ადგილზე, შემთხვევის ადგილზე, რათა გაეცნოს აქ არსებულ სიტუაციას. საუბარი არის აი ამ შენობის ფასადზე, თქვენ კადრში ხედავთ ზემოთ, რომ აი ამ შენობის აი ეს ნაწილი არის ჩამონგრეული, ხოლო მის ქვედა ნაწილთან მიმდინარეობს სპეციალური სამაშველო ოპერაცია, სპეციალური ტექნიკის დახმარებით. მაშველები მუშაობენ უკვე დაახლოებით 8:30-დან, მას შემდეგ რაც შემოვიდა შეტყობინება შინაგანსაქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ადგილზე მოვიდნენ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ატარებენ მას შემდეგ სპეციალურ ოპერაციას, მათ შორის სპეციალური ტექნიკის გამოყენებითაც. აქ არის მობილიზებული ასევე სახანძრო სამსახური, მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ბუნებრივია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. რამდენიმე პირი აცხადებს, რომ ის სასწაულებრივად გადაურჩა იმ შემთხვევას, რომელიც რამდენიმე საათის წინ მოხდა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან. მე გეტყვით აქვე, რომ უკვე ყველა იმ პირის ევაკუაცია განხორციელდა, რომელიც ამ შენობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება თბილისის მერის პოზიციას, როგორც მედიასთან საუბრისას კახა კალაძემ თქვა, დედაქალაქის მთავრობა იყო ინფორმირებული, რომ ეს შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში. ამ შენობას 5 წლის წინ ჩაუტარდა კოსმეტიკური სამუშაოები, გარე ფასადი გარემონტდა, თუმცა შიდა ტერიტორია და შენობის საყრდენები, ესე შეიძლება ითქვას, მათ არ ჩატარებიათ რეაბილიტაცია და ისევ ავარიულ მდგომარეობაში იყო დარჩენილი. მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული ამ შენობას, როგორც ეს თქვა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას, თუმცა მედიის შეკითხვაზე რატომ არ იყო ამ შემთხვევაში ინფორმირებული მოსახლეობა და რატომ არ იყო მიღებული თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, მათ შორის არა მხოლოდ შენობაში, არამედ შენობის გარე პერიმეტრზე, სადაც არაერთი გარე მოვაჭრე იმყოფებოდა. დედაქალაქის მერს კონკრეტული პასუხი არ აქვს, ის მხოლოდ ამბობს იმას, რომ ყველა ოჯახის თანხმობა, რომელიც ამ შენობაში ცხოვრობდა, არ იყო ამ შენობის დემონტაჟის შესახებ და შესაბამისად მისი თქმით თბილისის მერია გადაწყვეტილებას თვითნებურად შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით ვერ მიიღებდა. სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა. თვითონ კორპუსს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის დაუქმებული. იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ ასეთი ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული. რამოდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, გაყვანილია ქირით, უზრუნველყოფილია ქირით, თუმცა განარჩენებმა ამ ეტაპზე განაცხადეს უარი. ეს არის რეალური მდგომარეობა. შინაგანსაქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება გრევის ფაქტთან დაკავშირებით სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით ხისიერად ადგილზე გამოცხადა, როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად ისედაც მოვახდინეთ შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია, აგრეთვე აღნიშნული კორპუსიდან გამოვიყვანეთ ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე პერიმეტრი შემოსაზღვრულია და უიცავთ უსაფრთხოებას. რაც შეეხება ინფორმაციას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
მაშინ რადგან დავაზუსტებთ სრულად ინფორმაციას გადაცვლილების საუბარზე აუცილებლად მოგახსენებთ. აქ ბუნებრივია შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც შეესწნენ უშუალოდ აქ მომხდარ სადგურის მოედანზე, დაახლოებით საღამოს 8 ნახევრისთვის მომხდარს. ასევე აქ ყოფი გარემოვაჭრეები შეესწნენ ამ ფაქტს. მოქალაქეები ევრონუს ჯორჯიასთან საუბარში ამბობენ, რომ იცოდნენ ამ შენობის ავარიულობის შესახებ, მათ ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია მეწოდებული ასევე თბილისის მერიისთვის, რომელიც როგორც უკვე მოისმინეთ, თავადაც იყო ინფორმირებული ამ შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით. მოქალაქეთა ნაწილი, რომელსაც ევრონუს ჯორჯიას გადამღები ჯგუფი ესაუბრა, ამბობს და ადანაშაულებს თბილისის მერიას დაუდევრობაში. ამბობენ, რომ თბილისის მერიამ არ მიიღო შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, რათა არ მომხდარიყო ის, რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა დედაქალაქის ცენტრში. მათივე მტკიცებით ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ამ შენობის ავარიული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა იმ მოცემულობამ, რომ აქედან სულ რამდენიმე მეტრში ეგრეთ წოდებული ბორჯომის ვაგზლის, რომელიც რამდენიმე თვის წინ ძლიერი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა, აი ამ შენობის დემონტაჟ და ამ პანდუსის დემონტაჟს უკავშირდება ამ შენობის კიდევ უფრო მეტად უარეს მდგომარეობაში, ესე შეიძლება ითქვას, ჩაგდება. შეგვიძლია ამ მოქალაქეების კომენტარებსაც ახლა პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ. აქ ვარ ერთი 10 წელია, მინიმუმ მე პირადად მაგ 10 ჯერ დანარეკი მერიაში. აი ჩემ Facebook-ში რო ნახო, აი ძალიან ბევრჯერ მაგ დადებული. იქ ბებოსთან მყიდულობდი აჯიკასთან რაღაცებს და სულ ვაფრთხილებდი, რომ აქ რანაირად არა მიყურადღება არ მიაქცია რა. ანუ იმხელა რაღაცა იყო გადმოწეული, რაც ლოგიკურია, საფრთხეს ქმნიდა, პატარა კენჭებიც შეოდა. არ ჯეროდა, ანუ ამ ადამიანებს არ ჯერათ რა, სანამ რაღაც არ დაეცემა თავში და სანამ უბედურება არ დატრიალდება, აი ყურადღებას არავინ არ აქცევს და რავი, ანუ თვითონ აი როგორ დადიოდნენ, იქ მე არ ვიცი რა. როგორც ჩანს, გარედან ჩაუყარა. არაფერი არ ჩატარებია. არა, იქ გადმოწეული იყო, ანუ აქედან არ დავდიოდი სპეციალურად, აქედან უყურებდი, რომ აი მე და ჩემი მეუღლე ვიყავით იმ დღეს და იმასაც ვუთხარ, რომ იქ არ გაიარო, მეთქი არ გადმოვარდეს რა. ანუ იმდენად ნათელი იყო რა და არ ვიცი აქ რანაირად არ უნდა მიაქციო მაგას ყურადღება, მე ვერ ვხვდები იქ რომ მუშაობდა ის ბებო, სულ მაგას ვეუბნებოდი, მეთქი რანაირად ხარ აქ რა. ეგრე 10 წელია ვარ. არა, აგერ ცხოვრობ კუთხეში. ამ შენობასთან დაკავშირებით თქვენ ცდილობთ თუ არა ავარიული კი, კაცო, მოსულები წყლის შეაპაჩინეს გარემონტეს გარედან და ცოტა შეამაგრეს, ვითომ რაღაც ცემენტი ჩაუშვეს შიგნით, მაგრამ სისულელე ნახე სუძი ფესვამდე. აი შეხედი ახლა იმ კუთხეს დააკურდი, აი დანგრევის ჩამოყოლება იმ პირველი სართულის კუთხეს, რა მდგომარეობაშია შენობა. მერია იყო ამის შესახებ ინფორმირებული. მერია ახლა მე ინფორმირებული იყო თუ არა, მე როგორ მეწოდინება ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მაგრამ ჩემი აზრი როგორც მოქალაქის ეგ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი რყევა იყო დღეს. ძალიან დიდი, იმიტომ ძალიან სწრაფად მიდის იმ გრევა და იყო დიდი რყევა და იმ რყევის ბიძგებით ახლა ირგვლივ რო აქ ეს შენობა არც ერთი არ არის, ახალი ეგ მერიამ კი არა ნებისმიერ აქ გამლელმა იცის რა შენობები არის და კოსმეტიკურად დაფარული რა ის არის აქ შენობის შიგნით. ინფორმირებული უნდა ყოფილიყო წესით, რას ანგრევენ და როგორ ანგრევენ, ყველამ უნდა იცოდეს ეს. მერიაში რო ხდები და რო დაიწყებ მუშაობას, ნებისმიერი საქართველოში შენობა ყველაფერი უნდა დაზეპირებული იქონოს, რომელი შენობა რა მდგომარეობაშია. ამ ახალ კორპუსებს რო აშენებენ და ფულებს ჯივეში იდებენ, ჯობია ძველ კორპუსებს მიაქციონ ყურადღება და ხალხი როგორც გვერდში ამოიყენონ გვერდში. არჩევნების დროს ხო იციან ხმების მოცემა და დამეხმარება, მეც დაგეხმარები, ყველა ბევრი ლაპარაკობს ამნაირ რაღაცას. თუ გინდა ნებისმიერი საქართველოში რამდენი კორპუსიც არის, ყველა ავარიულია. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ბიძგები იყო, ბორჯომის ვაგზალს ანგრევენ, იმ ბიძგებმა იმოქმედეს მთელი დღის განმავლობაში ისე მეგონა რომ მიწისძვრა იყო. და მიწისძვრა თუ იყო ბიძია, იმას იმოქმედა იმ ავარიულ მდგომარეობაში კორპუსი და დაინგრა. всё. და იგივე კორპუსი ბევრი არის საქართველოში და თბილისში. ბუნებრივია მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი და აქ რჩება ჯერ კიდევ ასობით მოქალაქე, რათა შეიტყოს ბოლო ინფორმაცია თუ რა ხდება სადგურის მოედანზე, სადაც როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებშიც გრძელდება სამაშველო ოპერაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მაშველები არიან მობილიზებულნი აბასთუმის და თევდორე-მღულის ქუჩების კვეთაზე. ამ შენობაში გარდა საცხოვრებელი ზონებისა იყო ასევე სასურსათო მაღაზიები, იყვნენ გარე პერიმეტრზე, იყვნენ გარემოვაჭრეები, რომლებიც მათ შორის აქ იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც როგორც უკვე გითხარით
ხარით რამდენიმე თვის წინ ბორჯომის ეგრეთ წოდებული ბორჯომის ვაგზალი დაიწყო და სრულად განადგურდა ამ თემასთან დაკავშირებითაც თბილისის მერიას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კონკრეტული დეტალები კონკრეტული კომენტარი რა იგეგმება ამ შენობის და ამ ტერიტორიის ნაცვლად ასევე ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა კონკრეტულად ამ შენობას მე გეტყვით რომ დაახლოებით 2 თვის წინ მსგავსი შემთხვევა მოხდა ავარიული შემთხვევა ასევე ჩამოინგრა ნაძალადევის რაიონში დადიანის გამზრზე მაშინ საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და იყვნენ მხოლოდ დაშავებულები იატაკის ჩანგრევის შედეგად ჩაინგრა შენობის მეორე და მესამე სართულები მოგვიანებით თბილისის მერიამ და ნაძალადევის რაიონის გამგეობა მიიღეს ერთობლივად ამ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება თუმცა ჯერჯერობით უცნობია იმავე ნაბიჯს მიმართავს თუ არა დედაქალაქის მერია ამ შენობის შემთხვევაშიც კი გეტყვით რომ ამჟამად ყველა ის მოქალაქე რომელიც არა მარტო ამ შენობაში არამედ მომიჯნავე ტერიტორიებზეც იყო განთავსებული და მცხოვრები არის ამჟამად ევაკუირებული ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და თბილისის პარკინგის სამსახურს გადაყავს ამ ტერიტორიიდან ავტომობილები რომლებიც მათ შორის მოყვა ამ ნანგრევების ქვეშ სამაშველო ოპერაცია გრძელდება ადგილზე იმყოფებიან და რჩებიან თბილისის მერიის ასევე შინაგან სამინისტროს წარმომადგენლები მათ შორის უწყების ხელმძღვანელი გელა გელაძე